ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ჩემ თავს არ ვეკუთვნი რაღაცა ჩემი ძმის სახევარ რეალურად და ჩემი ოჯახის მე და ჩემი და ჩვენი ოჯახის სახევართ და იმას წარმოვადგენთ, რაშიც ჩვენმა ოჯახმა ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო და დღეს ვცდილობ მე ამ შემთხვევაში რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ჩემი ძმა, ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვადგინო როგორც ამ ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აი რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რამდენიმე წუთში დაიწყება დებატები და მიღებული იქნება რეზოლუცია, სადაც ლამის სახელობით არის ჩამოთვლილი და აღნიშნული ყველა იმ პოლიტიკური და სინდისის პატიმრის საქმე, რომელზეც ჩვენ მსჯელობთ, მათ შორის არის რა თქმა უნდა ირაკლის საქმეც. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი საერთაშორისო რეზონანსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებულ ძალიან არასახარბიელო სიტუაციას უკავშირდება. დიახ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ რეალურად მიზეზი დღეს რატომაც ყავს სინდისისა და პოლიტპატიმრები არის ზუსტად ის, რომ ამ ადამიანებს და ეს ადამიანები არ მხოლოდ სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, არამედ საქართველოს ძალიან მოსახლეობის უმეტესობას უნდა დასავლეთი, უნდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მათაც ძალიან სწორი მესიჯები გამოაგზავნონ როგორც სინდისის პატიმრების მიმართულებით, ასევე პოლიტპატიმრების მიმართ, ასე რომ დარწმუნებული ვარ ბიჭები სულ მოუთქმელად ელიან რეზოლუციის მიღებას და მოსმენას და ჩვენც, რა ვიცი, მზადყოფნაში ვართ და ველოდებით. მინდა რომ უფრო ქვეყნის შიგნით მიმდინარე დინამიკაზეც ვისაუბროთ და მათ შორის საინტერესოა სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები როგორ აფასებთ იმ ნაბიჯებს, რომელიც ოპოზიციის მნიშვნელოვან ფლანგზე გადაიდგა ამ თვალსაზრისით, თუმცა ხოთ მაყურებელს ძალიან მოკლედ ვეტყვი ელენე ხოშტარიას წერილის შესახებ, რომელიც მოიცავს გარკვეულ ხედვას არსებული ვითარების შეფასების, უფრო დეტალურად ამის წაკითხვა შეუძლია დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა მედია პლატფორმაზე. ელენე ხოშტარია თავის წერილში ამბობს, რომ ოპოზიციის დასრულებაზე საუბარი აშკარად ნაადრევი აღმოჩნდა. მისი შეფასებით, ბოლო პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს რესურსი პოლიტიკური წინააღმდეგობისთვის და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზებისთვის. ხოშტარია წერს, რომ ოპოზიციის ერთობა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ლოზუნგად ან სიმბოლურ ჟესტად. მისი თქმით, ეს უნდა გადაიქცეს საერთო სტრატეგიად და პასუხისმგებლობად, რომელიც ხელისუფლების შეცვლის რეალურ შესაძლებლობას შექმნის. როგორც თავად ამბობს, ცნობები ოპოზიციის გარდაცვალებაზე აშკარად ნაადრევი აღმოჩნდა. მისივე აზრით, პოლიტიკაში მხოლოდ ნდობაზე დაყრდნობა არ არის საკმარისი. მოქალაქეებმა პოლიტიკოსებს უნდა მოსთხოვონ შედეგი და პასუხისმგებლობა. ამ კონტექსტში ის პირდაპირ წერს შემდეგს: რატომ უნდა ვენდოთ, იგულისხმება ოპოზიცია? არ ენდოთ, მოთხოვეთ. ხოშტარია ასევე ხას უსვამს, რომ ოპოზიციური თანამშრომლობა მხოლოდ შეთანხმება კი არ უნდა იყოს, არამედ საერთო წესებით მოქმედება. როგორც ამბობს, ეს არ არის მხოლოდ ერთობის დეკლარირება, ეს არის პასუხისმგებლობა გამარჯვების სტრატეგიაზე. ელენეს მთავარი გზავნილი ასეთია: ოპოზიციის წარმატება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ერთობაზე, არამედ მკაფიო სტრატეგიაზე და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ პოლიტიკაზე. თავად ეს მისი წერილი საკმაოდ ვრცელია, დეტალურად აქვს მიმოხილული არსებული სიტუაციაც, ის წარმატებები, რომელიც უკვე მიღწეულია და ასევე სამიზნეები, რაზეც უნდა კონცენტრირდეს ოპოზიციას და ზოგადად წინააღმდეგობის მოძრაობა. ამ მხრივ გარკვეული სიახლე ნამდვილად არის ოპოზიციურ ფლანგზე და კეთი ის რაც თქვენგან გვაინტერესებს, როგორ შეაფასებდი თავისთავად ამ დინამიკას და რა შეხების წერტილი უნდა ჰქონდეს ამ ოპოზიციურ ერთობას სხვა ოპოზიციურ სუბიექტებთან ერთად, ვისაც სურვილი აქვს გულწრფელი, რომ რეჟიმის ცვლილება შეუწყოს ხელი და ქვეყნის ევროპულ ლიანდაგზე დაბრუნებას, იმ სამოქალაქო აქტიურ ჯგუფებთან თანამშრომლობის კუთხით, რომლებიც არა მარტო ქუჩას ინარჩუნებენ, უხეშად რო ვთქვათ, არამედ ქმნიან იმ ენერგიას, დინამიკას, რამაც ეს უწყვეტი პროტესტი დღემდე ესე ძლიერად მოიყვა. რა თქმა უნდა, ამას ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, ალიანსს ძალიან დიდი ხანია ჩვენ ველოდებით, არაერთი წელია და იყო რაღაც პატარ-პატარ დეტალები, რაზეც სამწუხაროდ ვერ თანხმდებოდნენ და ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა არის ის, რომ შედგა ეს ალიანსი. ძალიან მიხარია, რომ რეალურად დღეს
საქართველოს ხალხს და იმ პროტესტში არსებულ ადამიანებს ძალიან გულმოდგინედ უსმენენ და მათ შორის სინდისის პატიმრებთანაც არაერთხელ ქონდა შეხვედრები ალიანსთან და ძალიან სასიამოვნო და ძალიან რა თქმა უნდა მისაღებია ის ფაქტი რომ აუცილებლად ისმენენ ჩვენს აზრს, ისმენენ ჩვენს დამოკიდებულებას და რაღაც შემაჯამებელ ქმედებებზე აპირებენ რომ გადავიდნენ. არ ვიცი, რა ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და სამოქალაქო ჯგუფები კიდევ უფრო მეტად ჩაერთვებიან აი ამ ასე ვთქვათ ერთობლივ ძალისხმევაში რომ რაც შეიძლება მალე ასე ვთქვათ გადაგორდეს ქართული ოცნება ქართული რეალობიდან. ერთი ტექნიკური დეტალის დაზუსტება მინდა გთხოვოთ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჩვენ სტუდიაში იყო საუბარი სინდისის პატიმრის მამა გახდათ სტუმრად იმის შესახებ რომ ეგრეთ წოდებული უდოს ანუ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების გარკვეულ მექანიზმში თითქოს არის რაღაცა ცვლილებები აქამდე ეს არ უკავშირდებოდა თავად პატიმრის განწყობა დამოკიდებულებას ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით და მთლიან დამოკიდებული იყო სასჯელის მოხდილ ვადაზე და ასევე ქცევის შეფასებაზე. ახლა თითქოს გაჩნდა რაღაც დამატებითი მოთხოვნასავით, რომელიც პატიმრების მიერ ბრალის აღიარებას და მსგავს რაიმეს მოითხოვს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის თაობას? როგორია შესაბამის დამოკიდებულება პატიმრების, სინდისის პატიმრების? მე როგორც ვიცი, სასჯელი შეიძლება არასწორად ვამბობ, მაგრამ მაინც როგორც ვიცი, სასჯელის ნახევარი მაინც უნდა კონდეს პატიმარს მოხდილი, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ ავტომატურად გაუგზავნოს უდოს კომისიას შესაბამის ასე ვთქვათ ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე უკაცრავად მოთხოვნა რომ ვადაზე ადრე განთავისუფლდეს. მე ვიცი რომ იყვნენ რამოდენიმე თვის წინ შესული ბიჭებთან გარკვეულმა ნაწილმა როგორც ვიცი საერთოდ ნაწილმა მოაწერა ხელი ოღონდ რა თქმა უნდა იმ გრაფაში სადაც რა თქმა უნდა ბრალის აღიარებას ითხოვენ რა თქმა უნდა ეს სისულელია და რა თქმა უნდა არც ჩემი ძმა და არც ერთი სინდისის პატიმარი ამ აბსურდულ ბრალდებას არ აღიარებს სიმართლე რომ გითხრათ დღემდე ვერ ხვდები ის აღიარებას ითხოვენ წელიწადზე მეტი გადის, ფაქტია რომ ითხოვენ რომ აღიარონ რომ რუსთაველზე იდგნენ და ფაქტია რომ აღიარებენ რომ აპროტესტებდნენ ქართული ოცნების იმ არასწორ პოლიტიკას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რასაც არც ერთი მათგანი არ უარყოფს და მეც და ყველა ვიყავით რეალურად აი ამ საპროტესტო აქციების მონაწილე, ასე რომ მათ შორის არც ის დაზარალებული პოლიციელი ჭყალებში ვინც მოდიოდნენ სასამართლოს ხდომებზე, ვერც ერთი ვერ და როგორც იცი და როგორც საზოგადოება მიცის, ვერც ერთი ვერ ადებდა ვერც ერთ სინდისის პატიმარს ხელს, ასე რომ ნამდვილად ვერ ვხვდები რის აღიარებას ითხოვენ ამ შემთხვევაში. მოდით ვახსენოთ EUTHOS საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი თბილისში. მათ შორის ითქვა, რომ ეს იყო მაინც გარკვეული ირიბი მცდელობა, აბსოლუტურად კეთილგანწყობილი საქართველოს და მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ძალიან იშვიათად გამოყენებადი მექანიზმი, ანუ მოსკოვის ფაქტობრივად საგამო ფაქტების დამდგენი მექანიზმი აამუშავა. ჩვენ ველით, რომ დღე-დღეზე ეს ჯგუფი კომისია უკვე თავის დასკვნას დადებს და უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს დამიმართებაში და საქმე ეხება საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას და ხელისუფლების მხრიდან დამნაშავე პირების გამოუძიებლობას, გამოუვლენლობას, ასე ვთქვათ და შესაბამით რეაგირებას. თუმცა პოლიტიკურ ნაწილში მაინც იყო სურვილი რომ რაღაცა ტიპის დიალოგის თვის ხელი შეეწყოთ. პოლიტიკური პარტიების რეაქციაც ვნახეთ და აი ალბათ ერინაც რო გვერთვებოდა ეს დიალოგი ძალიან უხეშად ხდება ყურს იმ მომენტისთვის როცა უსამართლოდ პატიმრები კვლავ ციხეში სხედან და ადამიანებს ძალიან ცუდად ეპყრობიან. მაინც თქვენ მაინც პოლიტიკურადაც გააქვთ უნარი შეაფასოთ დიდი კონტექსტი, არა მარტო სინდისის პატიმრის ოჯახის პოზიციიდან, რა პირობები უნდა უძღოდეს წინა თქვენი აზრით დიალოგზე სერიოზულ საუბარს? მე ცოტა ქართულ ოცნებასთან როდესაც მიდის საქმე და როდესაც რაიმე კანონიერს ეხება, ცოტა მიჭირს ამ შემთხვევაში შეფასების გაკეთება, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველი ეს უნდა იყოს სინდისის პატიმრების განთავისუფლება და პოლიტპატიმრების განთავისუფლება.
იქიდან რეალურად ეს არც ერთ სინდისის პატიმრის ოჯახის წევრისთვის რაღაც სიურპრიზი არ ყოფილა რეალურად, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ბიჭები საბოლოო ჯამში ნამდვილად გახდებოდნენ არაერთ გზის ასე რომ ვთქვათ გაცვლითი რაღაც ობიექტები ამ შემთხვევაში და სავაჭრო ობიექტები სამწუხაროდ და ეს თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იყო რეალურად ეს მსგავსი საკითხი. რაც შეეხება დიალოგს ქართულ ოცნებასთან, მე ვერ ხვდები რანაირად უნდა ეს მე ყოველთვის ზოგადად ვინც იცის ზოგადად ვერიდები რაღაც ძალიან რადიკალურ კომენტარებს ან რაღაცა სიძულვილის ენით არასდროს არ გამოვირჩეოდი არასდროს მე მიყვარს ძალიან კონკრეტული პასუხები და ძალიან კონკრეტიკა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ როდეს და დიალოგის მომხრეც ვარ, რა თქმა უნდა, ოღონდ დიალოგის მომხრე ვარ ისეთ ხელისუფალთან, რომელიც წლების განმავლობაში არ გამოვიდა არ მეტყვის, რომ იცით რა არის, ჩვენს პარტიაში კაცი შვილი არ მოკიდებს ფულს ხელს წინ რომ დაუდო. ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს კორუფცია, ჩვენ ქვეყანაში 1, 2 და 3. ამ შემთხვევაში ვერ დაიჯერება და არ დაიჯერება აბსოლუტურად არის ერთ-ერთი მთავარი. ანუ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე როგორც სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი არ ვსაუბრობ, მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აწუხებს ამ ქვეყანაში არსებული პრობლემები და მე მხოლოდ რაღაც სუპი ვჭამო არ ასე ვთქვათ არ ვჯერდები ამ შემთხვევაში